შორეული ლაპლანდიიდან მივესალმები ჩემს საყვარელ პატარა მეგობრებს, ლილეს და ელენეს. ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? მინდა მოგილოცოთ შობა ახალი წელი. როგორ გამიხარდა თქვენი ამბების გაგება? თანაც ბუძიმ ყველაფერი მითხრა თქვენს შესახებ. ესტონეთიდან რამდენჯერმე ლაპლანდიაში ჩამომიარა და რომ იცოდეთ როგორ გამიხარდა. ვიცი ძალიან კარგი გოგოები ხართ. ლილე, უკვე სკოლაში დადიხარ. თურმე მეორე კლასში ხარ. ელენე, შენ კი ბაღში. ხომ იცით, კარგად სწავლა დაგეხმარებათ მომავალში თქვენი დასახული მიზნები აისრულოთ. ლიკა და ლევანი როგორ არიან? ასევე მომიკითხეთ თქვენი ბებე და ბაბუ. ხომ იცით, მათ ყველაზე მეტად უყვარხართ და ყველაფერს იზამენ თქვენი ბედნიერებისთვის. მოეფერეთ, მოესიყვარულეთ და დაუჯერეთ უფროსებს. ლევან, პროფესიულ სიახლეებს გისურვებ ამ ახალ 2026 წელს. ლიკა, შენ კი რა თქმა უნდა, ტომრით სავსე ფულს ლევანისგან. ჩემო ძვირფასო ბებე და ბაბუ. ნუ ნერვიულობთ ბუძის ამბებზე. მართალია, ჯერ ცოლი არ მოუყვანია, მაგრამ უკვე ბინა იყიდა, დაწინაურდა სამსახურში და თან ხალხს ასწავლის ჯანსაღად ცხოვრების წესს. მარტივად რო ვთქვა, ძალიან დიდ ამბებშია. წინ კიდევ უამრავი რამელის და ცოლსაც აუცილებლად მოიყვანს, აბა საწავა. ლილე და ელენე. გახსოვდეთ, ბუძის უზომოდ უყვარხართ, სულ თქვენზე ფიქრობს. ასე მითხრა, პირამიდებს სულ ჩამოუტან ესტონეთიდანო. ჩემო ძვირფასებო, ახალი 2026 წელი მინდა იყოს ყველაზე მშვენიერი და ბედნიერი მომენტებით სავსე თქვენთვის. ჯერა, რასაც გულით მოინდომებთ, ყველაფერს საუკეთესოდ გაართმევთ თავს. წინ უამრავი თავგადასავალი გელით. ახლა კი დაგემშვიდობებით. შევხვდებით მომავალ წელს. ძალიან მიყვარხართ თქვენი სანტა.